და ეს სულ ერთი თვის ვარჯიშის შედეგია. ახალქალაქის წინასწარი სამხედრო მომზადების ცენტრში, სადაც ახალწეულებს ბრიგადებში გასანაწილებლად ამზადებენ. რომლებიც გაივლიან 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების პროგრამას, მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. 8 კვირის თავზე მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და გადანაწილდებიან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქვედანაყოფებში. ვის შეუძლია მითხრას, სულ რამდენი უსაფრთხოების წესი გვაქვს ძირითადად? რიგითი ჯიჯიაშვილი. გვაქვს ძირითადად 11 წესი. 40 დამატებითი 2 წესი. რიგითი ჯიჯიაშვილი ჯარიდან უწყებას არ დალოდებია. გაწვევის ცენტრში ნებით გამოცხადდა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. უმეტესობა სავალდებულო სამსახურს თავს არიდებდა. დღეს კი გიორგის რაზმში ყველა თავისი ნებით არის. უფრო დადებითი სტამოვიდა ჯარზე მეტი საუბარი, ვიდრე აქამდე იყო მაგალითად ჩემს სამეგობროში, სანაცნობოში. და მის შემდეგ მოხდა, რომ თავწერი განცხადება წამოვიდი ჩემი. როდესაც მიზანზე იქნება სამიზნე, მეტყვით რომ დავსვათ წერტილი და შესაბამისად განახორციელებთ გასროლას. მითხარით საით გავწიო? მარჯვენა მხარეს გამოწევთ. მსროლელი ნიკა გიორგის რაზმელია და მის მსგავსად მოხალისეც. ადრე ბულინგის შიშით ჯარს ის 2 წელი ერიდებოდა. დღეს კი ყველა თანატოლს უხმობს. არაფერი არა საშიში. ისიც მითია რომ აქ სერჟანტები ან ოფიცრები რაღაცა კაცჭამები არიან, არ არის ასე. ყველა ძალიან კარგი ადამიანია. ყველას აქვს დისტანცია, ყველა აბსოლუტურად რიგითთან. ყველა მის თავისი ადგილი და არავის არ შეეშინდა საქმოსთვის. ძალიან უსაფრთხო გარემოა და უბრალოდ კარგისმეც ვერაფერს არ წაიღებენ აქ. ნიკას მსგავსად გიორგიც სამხედრო სამსახურს წლობით ერიდებოდა. გაწვევის ძველი სისტემა, რომელიც მას სახელმწიფო შენობებთან დარაჯობას დააკისრებდა, დროის კარგვად მიაჩნდა. ძველი სისტემა როგორც ასეთი არ მიმაჩნდა, რომ სამხედრო სამსახურში იმდენად გადიოდა და სამხედრო სამსახურს მოიცავდა, როგორც ახალი. თუნდაც მერიაში დგომა ან ახალი რეფორმის შემდეგ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ახდა ჯარით ჩემთვის. სულა კაი კაცი გადაგიწევს. ვის შეუძლია მითხრას შემდეგი წესი რომელიმე ისე ძალიან დიდია პროგრესი, რომელსაც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში მივახციეთ და რატო? იმიტომ რომ ადამიანმა დაინახეს, რომ ეს არ უკავშირდება რაღაცა მათის მხრიდან, მხოლოდ რაღაცა სერვისების მიწოდებას, რაღაცა საყარაულო განწესში ყოფნას ჩვენი თავდაცვის ძალების მიზნებისთვის ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ეს არის რეალური ცოდნის მიცემა. თვისობრივად სხვა ჯარი გვაქვს ჩვენ იმასთან შედარებით, რა სტერეოტიპიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში. სავალდებულო სამსახურის დღეს ეს არის წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ამის გავლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. ამან ძალიან დიდი დადებითი როლი შეასრულა. შეგრძნებით, რასაც აღვიქვალ, ცოტა გაზიადებულად ვიტყვი, 2025 წლამდე ნებაყოფლობით გაწეული იყო 0% და პირველ მეორე კვარტალში ალბათ 50-60% უკვე ნებაყოფლობით იყო მოსული. ყველა მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები ჯარს მასობრივად არიდებდნენ თავს, პრემიერის მიერ ინიცირებულმა რეფორმამ მეორე წელია აღმოფხვრა. სამხედრო სამსახურში ახალწეულებს სამხედრო საქმეს ასწავლიან. სრულიად თანამედროვე გარემოში, საუკეთესო აღჭურვილობითა და პირობებით. არც თუ გასაკვირად, ყოველი მეორე წვევამდელი უწყებას არც კი ელოდება და გაწვევის სააგენტოში საკუთარი სურვილით მიდის. ფეხზე წამოუდგეთ საქართველოს ჯარისკაცებს. აღლუმო, სმენა! სამხედრო ბიცის დადება შეუდექი. იცავ! ინდად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. ვარავდეს ღმერთი! მივესალმები გენერალებს და ჯარისკაცებს. მივესალმები წვევამდელებს, რომლებსაც დღეს საქართველოს ერთგულება შეჰფიცეს. ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. პრემიერის პოსტზე პირველივე ცვლილება სწორედ თავდაცვის სამინისტროში ჩაატარა. ახალი მინისტრი წარუდგინა გენერალიტეტს და სისტემის სრული რეფორმაც საყოველთაო გაწვევის ძირეული გარდაქმნით დაიწყო.
რეკრუტირების სისტემა კოორდინირდებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ, რაც საერთო პოლიტიკის წარმოებას გარკვეულწილად ხელს უშლიდა. დღესდღეობით ჩვენ რაც მივიღეთ, ეს არის ცენტრალიზირებული სისტემა და ერთ-ერთი მთავარი რაც არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. პროცესის ცენტრალიზებული მართვისთვის მინისტრმა გაწვევის ეროვნული სააგენტო შექმნა, რომელიც თბილისის სათავო ოფისს გარდა 8 რეგიონულ ცენტრს, 91 მუნიციპალურ განყოფილებას მოიცავს. შესაბამისად, ყველა წვევამდელისთვის ადვილად მისაწვდომია. ჩვენ თავარი მიზანი თავიდანვე იყო შეგვექმნა სამართლიანი გამჭვირვალე და თანამედროვე სისტემა, რომელიც მოქალაქეებს მიცემდა შესაძლებლობას ღირსეულად ჩართულიყვნენ ქვეყნის თავდაცვის პროცესში. სისტემა ეფუძნება სამართლიანობას, დობას და პასუხისმგებლობას. სამართლიანობის მიზნით სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ სპეციალური პროგრამა შექმნა, რომელიც 18-დან 27 წლამდე წვევამდელებს შემთხვევითი შერჩევით იწვევს. გვაქვს ელექტრონული სისტემა, სადაც შემთხვევითობის პრინციპით კონკრეტული კვოტები დგინდება კონკრეტული მუნიციპალიტეტების მიმართ და ინდივიდუალურად გავდივართ ყველა წვევანდელის საკითხს და ეს საშუალებას იძლევა, რომ აბსოლუტურად 99.9%-ით გამოირიცხოს რაიმე ფორმის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. რომელიმე პირობით მუნიციპალიტეტში სულ არის 2000 წვევანდელი, ეს პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით ალგორითმით, რომელიც ჩადებულია ამ პროგრამაში, დანოვრას 1-დან 2000-მდე და გამწვევი განყოფილება იმ მუნიციპალიტეტის ვალდებულია, რომ გამოძახება განახორციელოს პირველი ნომრიდან და შემდგომ თანამიმდევრობით გააგრძელოს. ამის შემდეგ გაწვევის ცენტრის ოფიცრებს კარდაკარ დააქვთ უწყებები, ხვდებიან წვევამდელებს, მათ მშობლებს და უხსნიან სამხედრო სამსახურის პირობებს. პასუხობენ მათ კითხვებს. პროცესის ყველა ეტაპი მინისტრის პირად კონტროლზეა. ნახებით პირველი საზოგადოებრივი მოწყობილობები და ყველანაირი პირობაში სამშობლო. ყველა წვევანდებთან გვიწევს უშუალოდ მისი ნახვა, ადგილზე მისვლა, გასაუბრება, ამ პროცესების ახსნა, ამ ახალი რეფორმის ახსნა. თუ უწყების გადაცემისას ახალ წვეულს რაიმე საკითხი დარჩა გასარკვევი, მეორე გასაუბრების ეტაპი სწორედ ამისთვის არის. ხდება ინდივიდუალური გასაუბრება წვევანდებთან, სადაც გინდება აქვს თუ არა თითოეულ წვევანდელს გადავადების ან გათავისუფლების რაიმე საფუძველი. ამის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას და წარგზავნა ხდება სამედიცინო კომისიაზე, სადაც გინდება წვევანდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. და ამის შემდეგ უკვე ხორციელდება სამხედრო სამსახურში გაწვევა. პროცესი ყველა ეტაპზე გამჭვირვალეა და სიის ამოკითხვით იწყება. ლეფარიძე გოჩაში მშობლებს პროცესზე დაკვირვების ყველა საშუალება აქვთ. დასარწმუნებლად, რომ შვილებს უსაფრთხო გარემოში ტოვებენ. იქ ისეთი პირობებია შექმნილი, რომ მათ ყოველგვარი კომფორტი ექნებათ, რაც ჯარს სჭირდება, რაც ქვეყანას სჭირდება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ოჯახით ძალიან მშვიდათა ვართ. ხარული ვარ, რომ დღეს თქვენ წინაშე მომწევს თქვენთან გასაუბრება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. გაწვევის ცენტრის შემდეგი გაჩერება სამხედრო ჰოსპიტალია, სადაც წვევამდელები ყოველმხრივ სამედიცინო შემოწმებას გადიან. ყველა წვევამდელს ნახულობს თერაპევტი, ქირურგი, ნევროპათოლოგი, ყელყურის ექიმი, დერმატოვენეროლოგი, თვალის ექიმი, ფსიქიატრი და სტომატოლოგი. აგრეთვე სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი. 1 საათში ამ გამოკვლევებს ვერ მორჩები და ამათ აქვს თავისი მოსაცდელი, სივრცეები, დასასვენებელი, პლუს ამას კლებაც ხდება ამ წვევამდელების. ეს სივრცეებიც არის გამოყოფილი. ჯანმრთელობის ინტენსიური შემოწმება საყოველთაო გაწვევის მხოლოდ ერთი სიკეთეა, რომელსაც სამედიცინო დაზღვევა, სოციალური დაცვა, კვება, ჩაცმა, განათლება და მნიშვნელოვანი ხელფასი ემატება. უშუალოდ სამედიცინო შემოწმება კი ახალგაზრდებში ფარული დაავადებების გამოსავლენად მნიშვნელოვანი ფილტრია. ხშირად ყოფილა, რომ აქ აღმოუჩენიათ, იმიტომ რომ ბევრს ახალგაზრდა ბიჭები არიან, ბევრს აქვს ხედულობის დაქვეითება, რომელიც არც იცის. მან რაღაცნაირად ფიქრობს, რომ ესე უნდა ხედავდეს. მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, რომ
საკმაოდ მაღალი ხარისხის. შემოწმებისას გამოვლენილი თითოეული პრობლემით წვევამდელი სათანადო ექსპერტთან იგზავნება და მაღალი ხარისხის ინსტრუმენტულ კვლევას გადის. შედეგად სამხედრო სამედიცინო შემოწმებით ყველა წვევამდელის ჯანმრთელობა ეროვნული კონტროლის ქვეშ ექცევა და ახალ თაობაში დაავადების პრევენციასაც ემსახურება. მსგავსი მექანიზმი რეფორმამდე არ არსებობდა. შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სხეულის ყველა ნაწილი, მათ შორის თავის, გულმკერდი, მუცელი, კიდურები, სისხლძარღვები სამ განზომილებაში და შესაბამისად გამოვიტანოთ დიაგნოსტიკური პასუხი. თუ ჩირვილი წარმოადგინა, რამე ჩირვილი წარმოადგინა, მაშინ დამატებით გამოკვლევაზე უნდა გაუშვათ. და ეს არის საკმაოდ ხანდახან ჭირდებათ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, MRI, CT და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ისინი იგზავნებოდნენ სხვა, იმიტომ რომ ის ბაზა არ იყო ეხა ისეთი ძლიერი და ჩვენ ჰოსპიტალს ეს ყველაფერი გააჩნია. და პრაქტიკულად ჩვენ 95% უზრუნველყოფილი ვართ, იმით რომ ადგილზე მალე გადავწყვიტოთ ეს სიტუაცია. დიახ, როდესაც რაღაც გაუგებარი, თქვა რენტგენოლოგიურ კვლევაზე, მაშინ დამატებით ინიშნებათ კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა. სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია ფსიქიკური მოშლილობები, რისთვისაც დიაგნოზის დასაზუსტებლად ვაგზავნით თბილისში. დაახლოებით რა პროცენტი იღებს უარყოფით შეფასებას? საკმაოდ ბევრი. საკმაოდ. ნახევარზე მეტი. ეს სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს, რასაც ცალკე გაჯეტები და ინტერნეტზე მიჯაჭვულობა იწვევს. ცალკე კი deep state პროპაგანდა და ახალი თაობის ტვინების რეცხვა. რა სცენარებს განიხილავდნენ და რისთვის ამზადებენ ზურაგირჩი ჯაფარიძე და მისი თანამოაზრეები ახალგაზრდებს ტრენინგებზე. სამწუხაროდ თავდა? კი, უნდა შევსაუბროთ რა რევოლუცია. მისივე დაფინანსებული ამ ფსიქოზის აღკვეთას ბრიუსელი დემოკრატიულ უკუსლას უწოდებს და ხელისუფლებას სანქციებს უწევს. ანუ ისროლონ რაც უნდათ და გადაწვან თუნდაც პარლამენტი. ამას დემოკრატია ითხოვსო. თუმცა რეალურად ამას გადატრიალების სცენარი ითხოვს. ვის გაქვთ უფლება? ახალგაზრდები დაჰყოთ აქციის მონაწილეება და მოღალატეებად. როგორ ბედავთ აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტის ჩატებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას თუ ხარ მოღალატე. აი ასეთ ჯგუფებად დაყოთ ახალგაზრდები. თქვენ მართლა ქვეყნის მოღალატეებო, თქვენ მართლა უსამშობლოებო. თქვენ როგორ შედიხართ აუდიტორიაში სტუდენტებს, როგორ უნდა შეხედოთ თვალებში? ნაცპროფესორად დღემდე აწვეთებს ახალგაზრდებს, რომ საყოველთაო სამხედრო გაწვევა ბოროტებაა. სამშობლოს დაცვა კი მათ სამართავად მოგონილი სლოგანი. თუმცა სულ უფრო მეტი მათგანი ხვდება, სად არის სიმართლე და სწორ მხარეს ირჩევს. ანალიზი ჩავაბარეთ, რენტგენი ჩავაბარეთ, ყველაფერი აბსოლუტურად. ძალიან მნიშვნელოვანია ეს შემთხვევის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა არის სამშობლოს სამსახურში ყოფნა, ძალიან დიდი პატივი არის. და რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდა და რა თქმა უნდა, ყველა ქართველს ურჩევ და ვალდებულებიც ვართ, რომ პირადად მოიხავოთ ჩვენი ვალი ქვეყნის წინაშე. ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო სამედიცინო კომისიაზე წარმოდგენილია წევანდელები, რომლებმაც ნებაყოფლობით სურვილი გამოხატეს იმსახურონ ეროვნულ სამხედრო სამსახურში. რამდენიმე ასეულია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. დაველოდე ოფიციალურად სამხედრო გაწვევის მიღებას და საკუთარი სურვილით გათვითცნობიერებულად პატრიოტული სულისკვეთებით გადავწყვიტე, რომ ვიმსახურო ქვეყნის სამხედრო სამსახურში. დღეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ნახევარი ჩვენი ახალგაზრდებისა, ანუ იმ რაოდენობა ადამიანებისა, რომელსაც ჩვენ ვიწევთ ყოველწლიურად, თავისი ინიციატივით, როგორც მოხალისე, ისე მოდის ეწერება თვითონ საზღვრავს, როდის უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და შესაბამისად ამისთვისაც გარკვეულ კონკრეტულ წახალისებასაც იღებს. წახალისება კი სამსახურის მთელ პერიოდში 30%-იანი სახელფასო დანამატია. წვევამდელისთვის, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ან თუნდაც ინსტიტუტი და დასაქმებას ეძებს, ჯარის საუკეთესო სამსახურია, რომელიც შემდგომ კარიერაშიც მისცემს ბიძგს. წარმატებები მინდა გისურვოთ და სადაც გაივლიან სამსახურს იმით იმედი გქონდეთ, რომ
ნებაყოფლობითი დარეგისტრირებულ პირებზე პლუს 30% სახელმწიფო დანამატი აქვს. და აქედან გამომდინარე დაინტერესება მეტია ვადების შემცირდა გასულ წლებთან შედარებით 6 თვიანი, 8 თვიანი და 11 თვიანი და საკმაოდ მოქნილი პროგრამა გახდა, საკმაოდ მოქნილ პროგრამას თავაზობთ წვევანდელებს. ეს არის 6 თვიანი სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის, არის 8 თვიანი სამსახური საბრძოლო უზრუნველყოფის ან ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში და არის 11 თვიანი სამსახური. 11 თვიანები უკვე ეს არიან ადამიანები, რომლებიც რეზერვის ოფიცრები არიან, პრაქტიკულად და რეზერვის სერჟანტები არიან, რომლებიც უკვე საკუთარ ცოდნასთან ერთად, სამხედრო ცოდნასთან ერთად გამოცდილებას ღებულობენ სამეთაურო მიმართულებით. ისინი პრაქტიკულად ათეულებში, 20-ულებში არიან ხელმძღვანელები იმ წვევანდებისა, რომლებიც გადიან 11 თვიან, რომლებიც გადიან 6 თვიან საბრძოლო მომზადებას. მიმართულება და მანძილი. ვასრულებთ კოორდინატის ამოღებას. როდესაც წერტილებს დაიტანთ, აუცილებლად მე მჭირდება სიმაღლეების ამოღება იზოგიფსების დახმარებით. კარგია. გაწვეულებს საცხოვრებელთან ახლოს ანაწილებენ, რომ ყოველი დღის და კვირის ბოლოს შინ ადვილად მივიდნენ. 8 თვიანი პროგრამის არჩევისას კი მხოლოდ 3 დღეში ერთხელ იმსახურებენ. 11 თვიანი პროგრამით კი ოფიცრის წოდებასაც მიიღებენ. სამუშაო დღის განრიგი საკონტრაქტო პრინციპით არის, ამიტომ აი ეს დილით მიხვიდეს საღამოს სამსახურს წამოხსნა და თან ხელფასი გქონდეს, შაბათ-კვირა თავისუფალი გქონდეს. 18 წლის ახალგაზრდისთვის სამსახურია. დღეს მეუღლე დავაწვინე, ბიჭს ველოდები, მომავალი ჯარისკაცი დაიბადება დღეს. რაც თქვენ გჭირდება რომ ვიცოდეთ ბატონო, რეკრუტებო ეს არის სუნთქვის კონტროლი. სუნთქვის კონტროლისთვის აუცილებელი არის ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და გარკვეული დროის პაუზა იმისთვის, რომ აი იმ სუნთქვის შეკავების დროს მოახდინოთ გასროლა. 1530 ლარი, ეს არის ხელფასი 11 თვიანი სამსახურისთვის, უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, ოღონ კონკრეტულად ოფიცრის თანამდებობაზე, ესე იგი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით, ვინც იმსახურებს 11 თვის ვადით, მათი ხელფასი განისაზღვრება 1530 ლარი. 6 თვიან პროგრამაში ახალწვეულის ხელფასი 765 ლარია, 8 თვიან პროგრამაში 635 ლარი. თუმცა ფინანსურ თუ სოციალურ ბენეფიტებს გარდა არის კიდევ უფრო დიდი სიკეთე, რაც თანხით არის ზომება და ჯარს გარდა ვერსად შეიძენ. ვემსახურები საქართველოს. მე ალბათ ის ყოველდღიური დისციპლინა, რასაც გავდივართ აქ რა. ჩემთვის მაგალითად ეგ არის ყველაზე ისეთი რაც მომწონს. მოთმინების უნარი რაც აკდება და უფრო აი სკაპტა შენი ხელის გამოსროებაზე არ არის ყველაფერი მოთმინების პასუხისგებლობის. ჩვენ ვიღებთ ახალგაზრდებს წვევანდელ სამსახურში და უშვებთ კაცებს, რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული, გაცილებით უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური მზადყოფნა აქვთ ყველა ცხოვრებასთან მიმართებაში, მათ წინაშე არსებული ამოცანების გადასაწყვეტად. 71 საბრძოლო ბატალიონის მეთაური ფიზიკონები მაღალი. ასეულის მეთაური კაპიტანი გოდერის. გამარჯობა. ვანი და ქუთაისი. შეგიტყვით სწავლაშიც, ცხოვრებაშიც, განათლებაში. არასწორად ეძახიან ხოლმე ამ პროცესს, აქ რაც მიმდინარეობს კარანტინს. ეს არ არის კარანტინი, ეს არის საწყისი საბრძოლო მომზადება და ჩვენი ამოცანა არის აქ რომ სამოქალაქო პირი თანდათანობით და არა ერთბაშად თანდათანობით გარდაუხნათ სამხედრო მოსამსახურს. და ამას თავადაც აცნობიერებენ, რომ დისციპლინა და გუნდურობა, თუნდაც მარშისას ფეხაწყობით სიარული პირად მობილიზებას ეხმარება. მარში. და სიმღერა თან თუ არა? მარში გასულები. და საველებო ხედავ. გიმითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას ადამიანს. იმის გათვალისწინებით, რომ გაკისრებენ ისეთ ვალდებულებებს, რაც შეიძლება უცხო იყო აქამდე შენთვის რა. ეგეც თავისთავად პლუსი არის. მიდიათ მათას საშველად, განის სიძებზე გაუყვა. ეკაცათი ერთოდა, ემატებოდა ათია, დილზიათი უშვილები, მაჯაში წესრი ათია. ოჯანო, სვლა, თურგისა, გე! შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს რა, იმიტომ რომ სულ სხვა სისტემა აქვს რომ შემოდიხარ, მაგრამ მაგასაც აქვს თავისი პლუსები რა.
ახალ მეგობრებს იძენ, ძმაკაცებს იძენ. აქ ერთმანეთის გვერდ-გვერდ გავარ და როცა დავჭირდება ერთმანეთის გვერდ-გვერდ უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ ეს ჩარჩოთი რაც არის მოცემული, არის ჩვენი ძირითადი ოპერაციის რაიონი. ამ რაიონში მოგვიწევს ჩვენი ოპერაციის ჩატარება. სროლელი ათეულის მეთაური და უკანა ზუგის უსაფრთხოება. გავიგეთ? ჩვენი ამოცანა აღმოვაჩინოთ ცეცხლით მოწინააღმდეგის პოზიციები. გავიგოთ მათი ადგილმდებარეობა და მინიმალური დანაკარგებით დავიხიოთ უკან საკუთარი პოზიციებისკენ. ცეცხლი! ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც შეხება არ ქონია მანამდე სამხედრო სამსახურთან, ეჩვევა სამხედრო სამსახურის წესებს, იმ ელემენტარულ უნარჩვევებს ეუფლება, რაც აუცილებელია სამხედრო მოსამსახურისთვის. ეს არის დისციპლინა, ეს არის იარაღთან მოპყრობა, ასევე სოციალური უნარჩვევების განვითარება, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში თავდაცვის ძალები სთავაზობს წევამდელებს, რაც თავისთავად დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე და დაეხმარებათ პიროვნული ზრდის განვითარებაში. პიროვნულ ზრდაშიც დაეხმარებათ და ჯანმრთელობის გაკაჟებაშიც. გაჯეტებს მიჯაჭვული ახალი თაობა ფიზიკურ აქტივობას იმდენად არის მოკლებული, რომ ეს ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს. ცხოვრების უფრო ესეთი მოდუნებული, ნაკლები მოძრაობა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა ну თავისთავად მიჯაჭვულობა ამ იმაზე, იმიტომ ხედველობის პრობლემები ძალიან ბევრი, რომელიც ვფიქრობ უკავშირდება ამ გაჯეტებს და ამ ტელეფონს და იმ სოციალურ ქსელებს. ის ფიზიკური უნარები, რაც აქამდე მოაქვთ, არ არის მაინც და მაინც უმაღლეს დონეზე, კი არა საშუალო დონეზეც კი. თუნდაც ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც აქამდე ეწეოდნენ, თავიდანვე ხდება ამათი ფიზიკური შესაძლებლობების დადგენა და შესაბამის ჯგუფებად დაყოფა. ამას ვეძახით ჩვენ დიაგნოსტიკურ ტესტირებას. ტესტირების შედეგებს რაზმის მეთაურები ბრძანების გაცემისას ითვალისწინებენ. ახალწეულებს ზუსტად იმდენს ავალებენ, რამდენსაც აწევენ. დაიწყეთ ევაკუაცია! გამოვიდა! გასხვევ! ჩანს უკვე პირველადი ნორმატივიდან, ტესტიდან შუალედურამდე რა შედეგზე მივახციეთ. გავიღოთ მიწიდან აზიდვები. თუ მაგალითად ვიღაცა აკეთებდა 2-ს ან 3-ს და მეტი არ შეეძლო და 8 თვის შემდეგ შეძლებს 12-ის გაკეთებას, პროცენტულად ხვდებით ალბათ რამხელა წინსვლა არის და რამხელა შედეგია. მთავარი შედეგი კი 2-თვიანი წინასწარი მომზადების ბოლოს ნორმატივების შედეგებია. 6-თვიანი პროგრამა ძირითადად მსროლელებს ამზადებს და შესაბამისად მთავარი ნორმატივიც მიზანში ზუსტი სროლაა. თუმცა სანამ საქმე სროლამდე მივა, ახალწეულები უსაფრთხოების არაერთ ეტაპს გადიან. პირველი სასწავლო წერტილის ინსტრუქტორი იქნება აპრალი დოგუზოვი, რომელიც ჩაიბარებს ათეულს და შესაბამისად სამეთაურო კურსზე ჩაატარებს მეცადინეობა. ბატონო დოგუზოვი ჩაიბარე 1 ათეული და ჩაატარე მეცადინეობა. პირველი ათეული, რა? პირდაპირ ნაბიჯი, რა? 1 2 3 პირდაპირ ნაბიჯი, რა? ჩიასუ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესების შემდეგ ჯერი უსაფრთხო ეკიპირებაზეა. ცეცხლის ხაზზე წვევამდელები მხოლოდ ჯავშან ჟილეტებითა და ჩაფხუტებით დაიშვებიან. ორივე სამამულო წარმოებისაა, სუბუქი და გამძლე. ათეულო, სტიკ, მარცხნისაა კი. ბატონო რეკრუტები, ჩაიცვეთ ჯავშან ჟილეტი და ჩაფხუტი, მოირგეთ. შეასრულეთ. გაკვეთილზე კარნახი არ შეიძლება, თუმცა ცეცხლის ხაზზე ყველა ერთმანეთის დამხმარეა.
ჩაფხუტი. და გადამწყვეტი მომენტიც დგება, როდესაც თითოეულს საბრძოლო ვაზნებით სროლაში გამოცდის ჩაბარება უწევს. 300, 200 და 100 მეტრიანი ზღუდიდან. ყურადღებით ბატონებო. საცეცხლე ზღუდაზე ნაბიჯითია ზოლისათვის. ბატონერი არაგი აიყვანებს ძველზე. ყურადღებით. ცეცხლი. ახსენი ბრძელი. ბოლომდე. ფინალის შედეგების ნახვა და საბოლოო შეფასება. სამიზნეში 30-დან 9 მაინც უნდა იყოს მოხვედრილი. გამოცდა უმაღლესი ქულით ჩაბარდა. ახალწეულები ახლა უკვე ბრიგადებში განაწილებას დაელოდებიან, სადაც სამსახურის დარჩენილ ვადას დაასრულებენ. შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში სამხედრო კარიერის გაგრძელებაც შეეძლებათ. სამხედრო მიღწევები ყველაზე მეტად მშობლებს უხარიათ. თავდაცვის სამინისტრომ ოჯახების წახალისების სისტემა შექმნა, რომლის ფარგლებში მადლობის წერილები ოფიცრებს კარდა-კარდა აქვთ. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ასეთი შვილი აღზარდეთ და სამახსოვრო თავდაცვის ძალებიდან დარჩება. მე ვამაყობ იმით, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად აუცილებელია, რომ ყველა ქართველმა მოიაროს ჯარი. ძალიან კარგ პირობებში, რაც მთავარია, რაც ძალიან გამიხარდა, ყველანაირად არის კარგ პირობებში და კარგ გარემოში. გიხდით უღრმეს მადლობას და გამოგცემთ მადლობის წერილს. ბავშვი, როდესაც გახდა 18 წლის, გამოხატა სურვილი და ემსახურა თავდაცვის სამინისტროში და წავიდა თავის სურვილით. მაყოფილი არის ყველანაირად და მადლობა მინდა თავდაცვის სამინისტროს გადავხადო, რომ ასეთი კარგი პიროვნები არის. რა თქმა უნდა, საამაყოა, რომ ჩემი შვილი წავიდა თავდაცვის სამინისტროში ისავ შენ ქვეყანას და რა ვიცი, ქვეყანას დაჭირდება, ყოველთვის ქვეყნის გვერდში იქნება. მადლობის წერილები გადავეცით იმ წევანდელების ოჯახებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ნებაყოფლობით ემსახურონ 8 თვიანი ვადით საქართველოს თავდაცვის ძალებში. გაწვევის იდეალურ სისტემას გარდა, წვევამდელთა სწრაფად მზარდ ნებაყოფლობით რეგისტრაციას სამინისტროს სასკოლო პროგრამებიც უწყობს ხელს. მინისტრის ინიციატივით მეორე წელია სკოლებში ჯარის გაკვეთილები ტარდება. ენა, მამული და სარწმუნოება. ეს არის სამი ძირითადი მნიშვნელოვანი რაღაც ქართველი ერისთვის. დღეს ვიმყოფებოდით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში, სადაც წარვადგენთ თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობიტი ხასიათის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. იმავე მიზანს ემსახურება ჯარის ბანაკების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მაღალი კლასების ათასობით მოსწავლე სამხედრო გარემოს პრაქტიკაში ეზიარება და პატრიოტიზმით იმუხტება. ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებლები, სუვერენულები, ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართული ჯარისკაცის გმირობის და ქართული ჯარის გმირობის დამსახურება და ჩვენ ამას განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოეკიდოთ. ის ხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვის ძალებში, საშუალებას გვაძლევს იმისა, რომ აბსოლუტურად განახლებული ინფრასტრუქტურით და აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურით დავხვდეთ ახალგაზრდები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ აქედან წაიღებთ ძალიან დიდ, ბევრ დადებით ემოციას. ის გარემო თუ სამხედრო აქსესუარები, რაც ჯარის ბანაკში მოეწონათ, მათ უკვე წინასწარი სამხედრო მომზადების ცენტრში ხვდებათ. მას შემდეგ, რაც გაწვევის ცენტრში დარეგისტრირდებიან და სამხედრო სამსახურს შეუდგებიან. აქვს რამოდენიმე განყოფილება და ათავსებს ძირითად აღჭურვილობას, ასევე ვაძლევთ და ნორმით ეკუთვნის დამატებითი სათავსოსთვის და აღჭურვილობისთვის სტაფალბეგი ეგრეთ წოდებული, მათ არა წყლის, ქამარი განტვირთვის, აღჭურვილობის, განტვირთვის ჟილეტი, პონჩო, საქარე შარვალით. ფეხსაცმელი მაღალყელიანი, ბათინკი ეგრეთ წოდებული, ფორმა ვადიან რეკრუტს ეკუთვნის 2 წყვილი სამსახურის პერიოდში, კეპი პანამა, შეთმუნებული ქურთუკი, გორტექსი ეგრეთ წოდებული და შემდეგი გვაქვს სპორტული ფეხსაცმელი, სპორტული ორეული, სპორტული მაისური, სპორტული შორტი.
ჩვენი ჯარისკაცები, წვევანდელებიც, კონტრაქტორებიც და ადამიანები, ოფიცრები, სერჟანტები, ვინ ჩვენთან ერთად მსახურობენ, მე ვიტყვი რომ იღებენ აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხის ყველანაირ სერვისს, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, ეს კვებიდან დაწყებული, ჯანდაცვით დამთავრებული, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. საცვლები, ჰიგიენის საშუალებები თუ პირსახოცი, ისევე როგორც დანარჩენი ეკიპირება ახალწვეულს, ყველაფერი ახალი და ხარისხიანი ხდება და ეს საბრძოლო განწყობაზე პირდაპირ აისახება. მათი მშობლები მობრძანდებიან და ხედავენ თუ რა პირობებში უწევთ მათ შვილებს სახურება და მე ძალიან ვამაყობ იმით რომ თითოეული მშობელი ძალიან კმაყოფილია იმ გარემოებით, იმ ვითარებით და იმ ინფრასტრუქტურით და შესაძლებლობებით, რომელიც მათ შვილებს გააჩნია. სამხედრო მომზადების ცენტრში მათთვის ღია კარის დღე ეწყობა, სადაც ყველაფერს ათვალიერებენ და სრულ მენიუსაც აგემოვნებენ. მენიუ კი სრულად დაბალანსებული პროფესიონალი მზარეულების მომზადებულია. ესენი კვებით რეჟიმში არიან, საკმაოდ ძალიან კარგი კვება გვაქვს. დაბალანსებულია, თავიდან ბოლომდე ყველანაირია, შეუზღუდავია, მაგალითად ადრე იყო ისე, რომ იყო გამოყოფილი პორციულად მიდიოდა კვება, დაუშვათ ყველასთვის იყო სიტყვაზე ვიზახი 300 გრამი პური, ხო? ესე არ შეიძლება, ზოგი ახლა შეიძლება 100 გრამი შეჭამოს, ზოგმანდა. ეხლა შეზღუდული არ არის ეს არაფერი. წვნიანს მზარეული აწვდის, თუმცა სალათებს თავად გადაიღებენ. იმდენს, რამდენსაც ისურვებენ. მენიუში 10-მდე კერძია. არის ვაშლიც, ორცხობილაც და გაზიანი სასმელების სრული სპექტრი. ასევე შეუზღუდავად. სისუფთავე და წესრიგი მკაცრად დაცულია. საკვების მიღების წინ მამაო ჩვენოს წაკითხვა კი ახალი ძველი ტრადიცია. ოჯარო, სა! ზურგისა! გე! მამაო ჩვენო, რომელიც ხაცათაშია, წმინდა იყავს სახელს, მოველის უფევაშე, იყავნება შენ. გავითვალისწინეთ ჩვენი საჭიროებები, გავითვალისწინეთ ის, რაც ჩვენთვის იქნებოდა საუკეთესო მაგალითი, დავამატეთ რაღაცა ახალი ელემენტები, რომელიც მხოლოდ საქართველოს რეალობისთვის არის და აქედან გამომდინარე ჩვენ თვლით, რომ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებს. და ასევე პასუხობს საუკეთესო ევროპულ სტანდარტს. შესაბამისად 2030-ში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობას მოითხოვს, შეფასების სისტემაში საყოველთაო გაწევა თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.